ბევრი თქვენი ლიცენზია გამოიცა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე სამწენ და მათ არამედ ნებისმიერ მომხმარებელმა იცოდეს, რომ ისინი მათ დაწესებულების მიერ საავტორო კვლევები დაცულია, რაც პირდაპირ იკითხება ამ ლიცენზიაში, რომელიც გადაეცემა თითოეულ მათგანს, არა მარტო კანონით ყველა მოსარგებლე, რომელიც იყენებს საავტორო კვლევის ობიექტს, ვალდებულია გადაიხადოს საავტორო კვლევის კომპანიისთვის ჰონორარი, რომელიც დადგენილია ჩვენი ასოციაციის მიერ. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს ჰორეკას, ეგრეთ წოდებულ ჰორეკას სექტორზე, სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, რომლებიც უკვე სარგებლობენ მსგავსი ტიპის ლიცენზიებით და დღეს ჩვენ პირველად საქართველოში სპეციალურად დავამზადეთ მოწმობები, სალიცენზიო მოწმობები იმისთვის, რომ გადავცეთ მათ საჯაროდ ეს მოწმობები უნდა განთავსდეს მათ დაწესებულებებში თვალსაჩინო ადგილას და ყველა მომხმარებელი კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ დაინახავს იმას, რომ მათ მიერ საავტორო კვლევები არის დაცული და ისინი მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისათვის იხდიან დაწესებულ ჰონორარს, რომელიც შემდეგ მონაწილეობად ავტორებს. რამდენია ეს ჰონორარი ბატონო? ჰონორარის სისტემა სხვადასხვაგვარია, ანუ ყველა ტიპის დაწესებულებისთვის სხვადასხვა და იგი გამოითვლება მათი სპეციფიკიდან გამომდინარე დასაჯდომი ადგილების, ცოცხალი შესრულების და ასე შემდეგ მიხედვით. როდის შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, როცა ყველა ობიექტი იქნება? იცით, დღესდღეობით უკვე 200-ზე მეტი ობიექტი სარგებლობს მსგავსი ტიპის ლიცენზიით და ალბათ საქართველოს მასშტაბით თუ ვივარაუდებთ, დაახლოებით ერთ წელიწადში სრულად დასრულდეს ეს პროცესი. და თვითონ აღნუსხული გაქვთ ეს ძალიან ბევრი კაფე, ბარი აქვს? თქო, აღნუსხულია, ჩვენ ეს ბაზა გვაქვს, მათთან მუშაობთ და ესეთ ანდათანობით ვზრდით მათ რიცხვს. ჩვენ როცა დავიწყეთ ამაზე ეს ლიცენზიების გაცემა, დაახლოებით 40 ობიექტი სარგებლობდა მხოლოდ და ეხლა 200-ს გადააჭარბა მათ რიცხვი. ჩვენ მანამდეც გვქონდა გახსნის დღიდან დაახლოებით 7 წელია. ვიხდით ამ ლიცენზიის საფასურს. უბრალოდ მაშინ არ გადმოგვეცემოდა ეს ლიცენზია, ხდებოდა ხელშეკრულების გაფორმება. წელს პირველად პრეზიდენტი მოგვეცემა. ჩვენი პრეტენზია იყო შემოიხდა განაცვალების ქსელში კოეფიციენტთან დაკავშირებით. ის შემოიხდა განაცვალი არის გაყვანილი როგორც სარესტორნო კოეფიციენტი, რაც არ შეესაბამება იქიდან გამომდინარე, რომ არის სწრაფი კვების ობიექტი და უფრო სასადილოს ტიპის. ანუ მუსიკას აქ არ აქვს პირდაპირ და მთავარი დატვირთვა. ეს არის უბრალოდ დამატებითი ფონური გარემოსთვის შესაქმნელი. თუ არ ვცდები, ითვლება მაგიდების რაოდენობით. კი ბატონო, მაგიდების რაოდენობით ხდება დათვლა. რა თქმა უნდა, ესეც რაღაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიზნესი არის სეზონური ბიზნესი, მაღალ სეზონზე შეიძლება იყოს დაკავებული ყველა მაგიდა, მაგრამ მარხვის პერიოდები საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ამ ბიზნესზე. სამწუხაროდ ესეც რაღაც გარკვეულ პრობლემას ქმნის იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ფიქსირებული ხარჯი ყოველთვიურად გადასახდელი და სარესტორნო ბიზნესი არის სეზონური და აქედან გამომდინარე გარკვეულ პრობლემას რა თქმა უნდა წარმოქმნის მოგებებთან დაკავშირებით. რამდენით განგესაზღვროთ თქვენი ფიქსირებული ტარიფი? იცით რა არის, ყველა რესტორანზე სხვადასხვა სიდიდის მიხედვით და აი შემოიხედე განაცვალში თქვათ. შემოიხედე განაცვალში დაახლოებით 150 ლარი არის, ეს არის პატარა შემოიხედე განაცვალი, ახალი ლაღიძეზე გახსნილი, რომელიც არის 70 კაციანი. შესაბამისად 150 ლარი. კოლმეურნეობაზე? კოლმეურნეობას რაც შეეხება, კოლმეურნეობის თავისთავად უწევდა უფრო მეტი, დაახლოებით 300-დან 300 ლარი, 350 ლარი. კოლმეურნეობის შემოიხედე განაცვალია ჯერჯერობით განხილვის საკითხია, შეთანხმებაზე არ შევთანხმებულად ჯერჯერობით. ღამერყეობს დაახლოებით 90 ლარიდან ზევით, იმის გათვალისწინებით, თუ რა რამდენი ადამიანი ისმენს კონკრეტულად ამ შესრულებულ ნაწარმოებს.